პროფესიული ნიშნით ან ყოველგვარ წარმოადგენს საკუთარი კონცეფციები. ბატონოჩა განსაკუთრებით რომ თქვენს გამოხატოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ნორმებს მოგეცილეთ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ მსგავსი რასაც იძლევა ის ძალიან მძიმე მოსასმენია და ძალიან რთულია მართლაც ადამიანურადაც სამართლებრივადაც პოლიტიკურადაც როდესაც ისმენ ისეთ უმძიმეს დანაშაულობებზე ანგარიშს როგორიც არის ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა მესმის რომ უმცირესობას ექნებოდა ესეთი მწვავე რეაგირება მაგრამ არავის არ აქვს უფლება არც ახალხო დამცველს არც ჩვენ ხელისუფლებას და უმრავლესობას, როდესაც ადამიანის სიცოცხლე არის ხელყოფილი და რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ლაფანყურის სპეცოპერაციას, ეს საქმე არ იყოს გამოძიებული და არ გამოვიკვლიოთ, მით უფრო, როდესაც სახალხო დამცველი ფლობს ახალ და მნიშვნელოვან დამატებით ინფორმაციებს. სასაკურველია გამოძიება უნდა ჩატარდეს. და რასაკურველია, ბევრი დეტალია, რომელიც გასარკვევია, ვინ ამზადებდა ამ შეერაღებულ ჯგუფებს, ვინ აძლევდა იარაღს, რატომ მოხდა მათი გარდაცვალება და ასე შემდეგ. რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა? აი, თუნდაც ეს კითხვა ექსპერტიზის გარეშე, რითი მოხდა გარდაცვალება, ეს ხომ უნდა დადგენილიყო და სიკვდილის მიზეზი ხომ უნდა იყოს ცნობილი, რომელიც ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. მე მიმაჩნია, რომ დანაშაულის ტოლფასია, თუკი ჩვენ ამ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და უბრალოდ გამოძიებას არ ჩავატარებთ ამ საქმეზე. ისე რომ რა თქმა უნდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული.